არა, ეს უნდა თქვა, რომ არ არისო ეს კულტურაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა სპეციალურად შევედი ინტერნეტში და ამოვიღე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ინდოეთში ქალების 23% არის ერთხელ მაინც ცხოვრებაში გაუპატიურებული. რაზე ვლაპარაკობთ? მითხარით თქვენ ეს მეგონა თუ თქვენ ამოიღეთ, მაგრამ აი ციტატას გეკითხავთ. ხო, მითხარით. კი ბატონო, აი აქ არის. ანუ დახასიათებულია როგორც ერთ-ერთი იმ ქვეყანას შორის, სადაც ერთსულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი არის გაუპატიურების მაჩვენებელი. აგერა ეთქენ მოიყოლით ანუ ჩვენ იზომება ნებისმიერი დანაშაული 100,000 ადამიანზე რამდენმა ჩაიდინა. თქვენ მოიტანეთ მაგალითი იმის რამდენიღაც პროცენტი ცხოვრების განმავლობაში, რაც სხვა ქვეყნის სტატისტიკა არ არის. რატომ მოხდა ევროპაში? არა, ერთი წუთით რა, ანუ გეუბნებით, არის მიუხედავად იმისა, რომ შევიდნენ. მიუხედავად დაიწყო კრიმინალი ანუ რა არის? თქვენ რას მეუბნებით რომ გერმანელები გაგიჟდნენ უცებ? ერთი წუთი. გერმანელი არა, ერთი წუთით როგორ გითხარ? გიწვევთ კითხვას. გერმანიაში, საფრანგეთში, უნგრეთში, როდესაც ტოვილების ტალღა მიაწვა ამ ქვეყნებს და დაიწყო კრიმინალი. რატომ გაიზარდა კრიმინალი? რატომ გაიზარდა კრიმინალი? მადლობა. იმიტომ ესენი ჩადიოდნენ კრიმინალი. დიდი მადლობა, საერთოდ ეს არის რეალობა. დიდი მადლობა, გიორგი, თუ უპასუხებ და ჩაქონდა კონდეს. მანამდე სპეციალურად არ წავიკითხეს, იმიტომ რომ შემდეგ არის იქ გარკვეული პრობლემები ამის რეპორტინგთან დაკავშირებით და არ მინდა. უბრალოდ ისეც არ არის, რომ ინდოეთი და სხვათა შორის, ანუ მე წერია აქ, რომ თქვათ რუსეთი მე-11 ადგილზეა, რომელიღაც კონკრეტულ დანაშაულში, მაგრამ ის ახან არ ვიცი, რა დანაშაულია, ამიტომ არ მინდა ხო, ეს არის თუმცა იმის თქმა, რომ ინდოეთი რაღაც გამორჩეული ამ კუთხით, ეს სტატისტიკა არაჩვენებს. რა თქმა უნდა, განვითარებადი ქვეყანა ვერ იქნება იქ ისეთი სტატისტიკა, როგორიც თქვათ გერმანიაშია, მაგრამ რაც შეეხება სირიელებს, იქ იყო კონკრეტული პრობლემა, ტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობა ჩავიდა ქვეყანაში, რაც ბუნებრივად ადამიანები მოდიან ომიდან. უბედურებიდან შივრები უდიდესი ტრავმა აქვს განსტილი და აქ გერმანია მათთვის კარი არ ჩაუკეტია მიუხედავად ამისა არც გერმანიას არც კანადას არ ვიცი ტრამპმა ცოტა ცადა მაგრამ რეალურად ბოლომდე მან განახორციელა ეს რაღაც შეზღუდვები და თვითონ ამერიკაში დიდი კრიტიკა მოყვა ხო ამ და მნიშვნელოვანია განმარტოთ რა არის არალეგალი იმიტომ რომ ამერიკაში მაგალითად ძალიან ბევრი არალეგალი რა არის არალეგალი ეს განმარტოთ ცოტა ხანში ხო არალეგალი არ განიმარტება როგორც კრიმინალი სხვა დანაშაული არალეგალი არის რომელსაც ჰქონდა თქვა 3 წლის ცხოვრების და უკვე მე-4 წელია რეალურად ამას ეძახიან არალეგალ